ძვირადღირებული მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ რამდენიმე დეპუტატმა ჩაწერა. ნინო წილოსანმა შვებულება 2025 წელს ამერიკაში გაატარა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ქართული ოცნების დეპუტატს ეს მოგზაურობა 53,853 ლარი დაუჯდა. 625,000 ლარზე მეტი დახარჯა ვახტანგ თურნავამ მოგზაურობასა და შოპინგში, თუმცა ეს თურნავას მიერ 2025 წელს გაწეული ერთადერთი მსხვილი ხარჯი არ არის. 2026 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ვახტანგ თურნავამ 1,400,000 ევრო იტალიაში საცხოვრებელი სახლის შესაძენად გადაიხადა. 99,667 ევრო დაუჯდა ახალი სახლისთვის ავეჯი. მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის სისწორეს წლების განმავლობაში ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებდა. ახლა ეს ვალდებულება აუდიტის სამსახურს აქვს, თუმცა კონტროლის მექანიზმი სუსტია. აუდიტის სამსახურს კანონის მიხედვით დეკლარაციის მონიტორინგის ფარგლებში შეუძლია მოთხოვოს ყველაფერი. საბანკო გადარიცხვებიდან დაწყებული ქვითრებით დამთავრებული ყველაფრის მოთხოვნა შეუძლია თუ ფიქრობს რომ აქ არის რაიმე ტიპის დაუსაბუთებელი შემოსავალი ხარჯი და ასე შემდეგ, ხო? მათ აქვთ ამის ინსტრუმენტები, თუმცა ამას არ იყენებენ. არ გვეუბნებიან ვინ შეამოწმეს, ვინ დააჯარიმეს და ასე დააჯარიმეს. რა ინფორმაცია ადრე საჯარო იყო ხოლმე და ჩვენ ხედავდით, რომ სწორედ ამ მიზეზით აჯარიმებდნენ ხოლმე მათ. 6,000 დეკლარაციიდან წელიწადში მოწყვეტება მხოლოდ 5%, ანუ 300 დეკლარაცია. და ეს ხდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანუ აქ ნებისმიერი, თქვათ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი თანამდებობის პირი იქნება თუ, თქვათ, რა ვიცი, მოსამართლე პროკურორი, მინისტრი თუ აქ მათ ის რომ ისინი თქვათ, შოთა ბერეკაშვილი რომ მოხვდება მონიტორინგის სიაში, ამის შანსი არის ძალიან დაბალი, მხოლოდ 5%. ამ ნაკლოვანებას ազღვევდა ერთი მექანიზმი. სამოქალაქო სექტორის ჩართულობა შესამოწმებელი პოლიტიკოსების სიის შედგენაში, მაგრამ 2024 წელს რუსული კანონის მიღების შემდეგ სამოქალაქო სექტორი ამ კომისიიდან გააწევეს. რუსული კანონის და ამ რეპრესიული კანონების შემდეგ ერთ-ერთი ესეთი ცვლილება, რომელიც მოხდა დიდ სიას შორის, იყო ის რომ ამ კომისიიდან ამოიღეს არასამთავრობოების მონაწილეობა. კომისია კი დარჩა, თუმცა კომისიის წევრები შეიძლება მხოლოდ იყვნენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. აკადემიური სფეროს წარმომადგენლები არ არიან აქტიურები და არავინ ისე არ მუშაობს კორუფციის წინააღმდეგ და ეს რას ნიშნავს, რომ ეს კომისია არასდროს არ შეიქმნება არასამთავრობოების გარეშე. შესაბამისად, ის 300 ადამიანი, რომელსაც ჩვენ ყოველ წელს ვსვავდით ხოლმე, მინისტრებს, მოადგილეებს, ესე იგი, მნიშვნელოვან მოსამართლეებს, პროკურორებს, მერებს, თბილისის მერს და მოადგილეებს, რა თქმა უნდა, და დეპუტატებს, ეს აღარ არის. შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დეპუტატი ან მოხვდება ან არა, ანუ იმ 99 დეპუტატიდან მოხვდება 5% საშუალოდ, ხო, ან რამდენიმე სულ, 5-იც კი არა. აუდიტის სამსახურის მიერ შაბათის ეთერისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2026 წელს უწყება მონიტორინგისთვის 394 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია გამოკვეთა. ამ დროისთვის დაჯარიმებულია მხოლოდ ერთი, დანარჩენი შემოწმების პროცესშია. გაბიტაშვილის უწყება ამბობს, რომ არც ერთი პირის საქმე შესასწავლად პროკურატურას არ გადასცემია.